ადვოკატს და დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს აქვთ მოლოდინი, რომ დაკავებულები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავებოდა და მათ 5 წლის ციხეში უშვებდა, საპყრობილეს წუთი-წუთზე დატოვებენ. ამის მოლოდინის საფუძველს ოჯახის წევრებს ადვოკატს უქმნით წერილი მიხეილ ყაველაშვილის სახელზე მიმართული, რომლითაც ის ადვოკატი ითხოვს ოკრიბელაშვილის და მეფარიშვილის შეწყალებას. ზოგადად მეფარიშვილს და ოკრიბელაშვილს 7 თვე ჰქონდათ დარჩენილი, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, როგორც იცით 20 იანვარს სასამართლო პროცესზე მათ აღიარეს წარდგენილი ბრალი, რომ მათ ნამდვილად დააზიანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 400 ლარიანი დროებითი კონსტრუქცია, ჯებირი და ამის შემდეგ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. თუმცა არ დაელოდა ადვოკატი 7 თვის გასვლას და მათი დაუყოვნებლივ ციხიდან გათავისუფლებას თხოვა პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. ახლა უკვე ადვოკატი ამბობს, რომ არანაირი ბარიერი არ არსებობს იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა არ შეიწყალოს ორივე მსჯავრდებული, რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მეფარიშვილის ოჯახს აქვს მოლოდინი იმისა, რომ დღესვე დატოვებს ის ომარ ოკრიბელაშვილი საპყრობილეს გლდანის ციხეს მე-18 დაწესებულებაში, სადაც ის 1 თვის წინ მოათავსეს, საუბარია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ის მას შემდეგ მოათავსეს ციხის ხელმძღვანელებმა, რაც მას ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, დახურულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მაღალი რისკი მიენიჭა ორივე მსჯავრდებულს, სინდისის პატიმარს და ამის შემდეგ გადაწყვიტა უკვე პენტენციურმა სამსახურმა, რომ ერთ-ერთი მათგანი მოეთავსებინა დახურულ დაწესებულებაში, რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, ის გადაყვანილია დაბა ლაითურში არსებულ ციხეში და ამ დრომდე რჩება სწორედ იქ. თუ ყაველაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და 400 პატიმარს შორის მოაწერს ხელს საბა მეფარიშვილის ომარ ოკრიბელაშვილის შეწყალებას, ისინი დაუყოვნებლივ დღესვე დატოვებენ სავარაუდოდ პენტენციურ დაწესებულებას. შეწყალებით მიმართეთ მოგეხსენებათ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს ორივეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმებები, მათ განესაზღვრა 18 თვიანი პატიმრობა, თუმცა ჩვენ არ დაველოდეთ მოვლენების განვითარება და რა თქმა უნდა პრეზიდენტს მიუმართეთ შეწყალების თხოვნით და ვიტოვებთ სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც შეწყალების აქტის ქვეშ მოექცევიან, ასევე ომარის და საბას ისარგებლებენ ამ შესაძლებლობიდან, ისინი ძალიან მალე აღმოჩნდებიან თავისუფლებად. ორივე მჟავრდებულზე არის შეტანილი შეწყალების აქტი, რომ გამოიცეს პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინ მოაწერა ხელი, ვინ არ მოაწერა ჯერჯერობით ხელი. ხორცელდა ხმები, რომ თითქოს და იქ რაღაც ისეთ გადაცნომებს ჰქონდა, ანუ საბა მეფარიშვილის მიმართ ადგილი, შემდეგ მე ჩავედი ლაითურში, მოვინახულე საბა, თუმცა მისი პოზიცია გაურკვეველი იყო იმ კონკრეტულ მომენტში, ანუ მას სურდა თუ არა საერთოდ გარეთ გამოსვლა. დანში და მე მე-12-ში გადაიყვანეს და მე მან გადაიყვანეს ფსიქიატრიაში, არ ვიცი რა რო იწვია, თვითონ ტელეფონით რომ ელაპარაკა, არ ვინერვიულო, არ გვეუბნება არაფერს რა. საჭიროებდა თვითონ ითხოვდა გადაყვანას თუ აი რატო არა, არაფერი. აი ეგრე დაგვირეკა სიმენა გაოგნებულებია. დღეს ამაქვს იმედი რა, აი არ ვიცი. დღეს შეიძლება ესე იგი. და არ არის გამორიცხული რომ ხვალეს გამოუშვა. თუ არა და სამშაბათამდე გადაიდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია ამ იმისთვის რა, ვისაც შეეხო და ეტაპობრივად თუ შეიძლება. დიახ, როგორც ადვოკატისგან მოისმინეთ, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა შეწყალების აქტს დაბა ლაითურის არსებულ ციხეში. ხელი არ მოაწერა საბა მეფარიშვილმა, რომ მიემართა მას მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა მან არ დატოვოს დღეს ციხე, თუმცა ეს არის ადვოკატის ინფორმაცია, რომელსაც არ აქვს ასევე დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა დაბა ლაითურის ციხეში, მოაწერა თუ არა მეფარიშვილმა შეწყალების დოკუმენტს ხელი. რაც შეეხება ოკრიბელაშვილს, მისი ოჯახის წევრები წუთი-წუთზე ელოდებიან ზარს პენტენციური დაწესებულებიდან და შეტყობინებას, რომ მათმა შვილმა დატოვა ციხე. 400-მდე პატიმარი ელოდება წინა სააღდგომოდ მიხეილ ყაველაშვილისგან შეწყალებას და ადვოკატისვე ინფორმაციით 400 პატიმარს შორის არიან სავარაუდოდ მეფარიშვილი და ოკრიბელაშვილი.